მოგესალმებით მეგობრებო, მე გიორგი ბოლქვაძე ვარ. მოვიდა შემდეგი შაბათი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გვეყოლება 2018 წლიანი E-კლასი. Когда на тебя смотрю, погоди на мир, не поднимати. Я вот на ты, я так на тебя злил. И она меня пахнет, она меня, она летит серый дым. Наливаем половину. И она меня пахнет, она меня, она пахнет как малина, малина. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოიწერა არქი და ლაიქა ვიდეო. თქვენ თამაქვს ესეთი შემოთავაზება. თუ გინდათ რომ გადავიღოთ E46 M3, მაშინ გამოიწერთ არქი და ლაიქეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში რომ გინდათ. ხოლო შევეცდები რომ მალე გადავიღო და შემოგთავაზებთ. ხოლო მოდი გესაუბრებთ ეხლა დღევანდელ ამქანას. იმისთან მიუხედავად რომ გავწვდით და ცოტა შეუძლოთ ვარ, მაინც არ ვჩერდები და ვიდეოს გადაღებას ვაგრძელებთ და შემოგთავაზებთ E-კლასს. მოდი დავიწყოთ ამქანაზე საუბარი პირველ რიგში. ექსტერიერზე, რა შეიძლება გითხრათ ექსტერიერზე? ძალიან დახვეწილია, ელეგანტური, სპორტულიცაა შესახედაობის მხრივ. წინ ცხვირი ძალიან წვეტიანია და აგრესიული, ფარებზე მინდა შეგახედოთ. ესე იგი, ფარებზე რომ შევხედოთ, ერთი ჩვეულებრივი LED light-ი აქვს, ანუ ლინზიანი, ძალიან ლამაზია, თან მოძრაობს მოსახელეებშიც თავიდან და ორი ზოლი, რომელიც ძალიან ლამაზია. ვარემ წინა ცხვირზე გეტყვით, რომ ეს ნიკელები არ მომწონს და შავი რო იყოს, უკეთესი იქნება, თან აგრესიული და ლამაზიც იქნება შავი და შავი უფრო მოუხდება ვიდრე ეს ნიკელი. გვერდი და რა შეიძლება გითხრათ ამქანის შესახებ. ეს რამაზაფახა დისკები დაუყელეს, საერთოდ არ მომწონს. ან შეიძლება ითქვას მოგწონს, მაგრამ ფლიანეცების გარეშე როცა შევარდნილია დისკი, მაინც არ არის ლამაზი. ვერ მყავდეს რაიმე შავს დაუყენებდი ლამაზ დისკებს. ანუ თუ რამე და ფლიანეცებს მაინც დაუყენებდი, რომ აი კრილოები შეავსოს და ძალიან შევარდნილი არ იყოს დისკი. და ჩემი აზრით, როდესაც ფლიანეცები ეკენება ამ ამქანაზე, უკეთესი იქნება ვიზუალურადაც. გვერდითაც ძალიან ბევრი ნიკელის დეტალები აქვს, რომელიც საერთოდ არ მომწონს. ჯობია რომ შავი ფერის იყოს ესეთი ნიკელი. მოკლედ, უკანა მხარესაც რომ შევხედოთ, ძალიან მახინჯი არა, ლამაზია, მაგრამ ამ ნიკელების გამო ვიზუალს კარგავს. აი, სად ნახეს ამდენი ნიკელი გაუკეთეს, არ ვიცი. შავი მოუხდება, კიდევ ერთხელ გეტყვით. ფარები ძალიან მომწონს, კარგია, დახვეწილია, ლამაზია. ხო, ეხლა გეტყვით თქვენითა მაყუჩს, როგორ გვატყუებენ რა. მოკლედ, აქ გვატყუებენ, აი ეს რა არის, ვითომ ფორმები, მაგრამ არაფერი გამონაბოლქვი საერთოდ არ აქვს. აი აქიდან ფუტავს ქვევიდან. მაგრამ ესენი ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ აქედან ყოფილიყო ბარე გამონაბოლქვი სისტემა კარგი იქნებოდა. აი რაღაცა გვატყუებს, ხო, შორიდან რომ მიყევები, მაინც ჩანს რომ არ ანათებს. აი აქედან თუ დახედავ, გეგონება რომ გულშიტელი აქვს, მაგრამ რეალურად გვატყუებენ და ესეთი შემოგდენის რა. მოდი ეხა ავხადოთ რავსახუფი და ამის მონაცემებზე გეტყვით. პირველ რიგში როცა ავხდით, ძალიან სუფთაა. ისეთი მეპატრონე ყავს ამქანას, რომ ესეთია სულ, ყოველთვის უვლის, ყოველ დილით ეცხავს თითქმის ამქანას. არაწოლებს და ყოველთვის ამქანაზე ხელი აქვს შევლებული და უვლის. მოკლედ, ამაში დევს 2-დან 2 დიზელის რავი, რომელიც დაახლოებით გამოიშოვებს 200 ცხენს და ნიუტონები აქვს ოხრად, თითქმის 370 ნიუტონი აქვს, როგორც ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია. დიდი ისეთი ამას არაფერი არ უფუჭდება. დავარია კარგი ზეთი ჩაასხა, თან დიზელის რავია და გარბესაც მნიშვნელობა არ აქვს ამქანისთვის. კარგია, მე მომწონს, თან ისეთი მანქანა, როცა შეგიძლია ეკონომიურადაც გადაადგილე, ეკონომიურობის მხრივ არის დიზელი კარგი. მოდი გეტყვით, რომ ტრასაზე დაახლოებით 4 ან 5 ლიტრას სიაუცხეს გააჩნია, ხოლო ქალაქში მაქსიმუმ თუ იგაზავე 7-8 ლიტრა რა. მოკლედ, მეგობრებო, გადმოვინაცვლოთ უკანა ნაწილზე. ეს მანქანა ძალიან კომფორტულია, როცა ჩაჯდები შიგნით. კომფორტულად ვარ, ეხა ჩვეულებრივად წინ ჩვენი მეგობარი იჯდა და მის ზომაზე როცა მოიგო, აი ხედავთ ფეხები თავისუფლად გვაქვს, ჭერთანაც სიმაღლე ძალიან კარგად გვაქვს. ეხლა თავს არ ვურტყავთ, თან რბილია მანქანა. კარგი მატერიალი თან აწარმოების სალონი, რაც ძალიან მომწონს. ასე ვერტიკალის დასადები გვაქვს, ბარი.
ხო, კარგია ეს ხელისასადები არ ხანყალეობს. ასევე ამანქანას აქვს ძალიან კარგი ფუნქცია რა სიდენიებზე. ეს არ ვიცოდი რა თქმა უნდა. მოკლედ თუ გავს პატარა ბავშვი, შეგიძლია ეს კამი ესე ამოწიო, სადაც მოათავსებ. ასევე გვერდზე აქვს გასაკეთებელი ბავშვის კამისთვის. გვერდებს შეუკრავ და არ შეგეშინდება რომ სადმე გადმოგიوارდეს რა რაღაც. აქ ფეხებს მოათავსებს. ძალიან კარგი ფუნქცია ეს, მე ვეძებ მომწონს. უკან კომფორტულად ხარ ეს გაჩვენეთ რომ აქვს ესეთი ფუნქცია რაც ძალიან კარგია. ასევე აქვს კარებზე აქვს თითო ჭიქის ჩასადები ბოთლი წყალით. ასევე ერთი ესეთი მატერიალი რომელიც ვიზუალურად კარგია, ხელსაწყოზე არ არის ძალიან ისეთი. რბილი მატერიალისგანაა გაკეთებული, რაც კარგია, ანუ ტყავი არ არა თქმა უნდა, მაგრამ კარგია ესეც. რასაც ხელს მოკიდებს სალონში, ყველაფერი კარგი ხარისხითაა, ეტყობა მაინც. მინდა დავაფიქსირო პირველივე მოკაჭაზე კრაჭონი დაიწყო. სანამ სალონში გადავალ წინ საჭესთან და გეტყვით რა არ მომწონს ამანქანაში, ან რა მომწონს, მანამდე მინდა გითხრათ გასაგების შესახებ, რომელიც ძალიან ლამაზია, ხელშიც კომფორტულია, კარგი ხარისხის მატერიალივით ეტყობა. როდესაც ამდენ ახალს გადაიხდე მანქანაში, ესეთ გასაგებს რო თავაზობენ ძალიან კარგია რა. იმიტომ რომ ვიცი ამ Mercedes-მა როგორც იცის, აი დაწყებული 2000 წლიდან დამთავრებული თითქმის ყველაში ერთად გასაგებს რო უშვებოდნენ. კარგია რომ ესეთ გასაგებს შემოთავაზეს და ის ძველი აღარ არის. მოდი ახლა გადავინახოთ წინ სალონში. მოკლედ სალონში გადმოვედით, ჩავარდით სკამში, მე მომწონს ესეთი ჯდომა, კარგია. პირველი მინდა ბარიდან დავიწყო საუბარი. ყველაფერი თითქმის მოთავსებულია მართვაი აქ. აქ აქვს ერთი მართვის კონტროლერი, საიდანაც მართავ დიდ მონიტორს. სადაც არის თითქმის ყველაფერი გამოტანილი მანქანის შესახებ, სისტემა, ნავიგაცია, მედია, ყველაფერი. ხო, აქედან მედიის ჩართვა გათიშვა, ხოლო აქეთ გვაქვს ახლა მანქანის ჩამონათვალი. მოუდები შეცვლა, სადაც ვნახავთ მე რამე სხვაობა თუ აქვს, ძალიან მაინტერესებს უბრალოდ. აქედან კამერების ჩართვა, გათიშვა და ეს აქვს ერთი ღილაკი, რომელიც ძალიან კარგია. ამ დროს შენი მანქანა ეკონომიურია შედარებით, აი, როდესაც ავტობუსში გაჩერდები, ეს 20 ჩართულია. მანქანა ჩაქრება მისით, ეკლესიაწავს მოიხوارს ამ დროს, ანუ შედარებით ქალაქში ყოველდღიურად გადაადგილებისთვის კარგია, მაგრამ ბათუმის საცობებისთვის ძალიან კარგი გამოსაყენებელი არ არის, ანუ მე არ მომწონს ესეთი ფუნქცია, მაგალითად არ გამოვიყენებდი. თუ შეიძლება, ანუ რო დაიყენებიათ ისეთი ერთი სეტინგი, სადაც ამას დააწოვებდეს სამუდამოდ გაითიშება, ეგეთი არა აქვს და საშინელია, ერთი მინუსი ამით Mercedes. იმიტომ რომ ყველას არ უნდა ეს ეკონომიით, ხო, სიარული. ყველა მოდელში ესეთი ღილაკი აქვს ჩადებული, რაც არ მომწონს. ერთი სათავსო აქვს აქ, ორი ჭიქის კაპჰოლდერი აქვს, რაღაცების შესაერთებელი, დიდი ისეთი არაფერი, რაც კარგია, ვიზუალურად იკეტება და ლამაზია. აი აქედან გვაქვს უკვე კლიმატის კონტროლი. საიდანაც ვაკონტროლებთ მთლიან კლიმატს. დაწყებული აი აქედან თან ეკრანზე გვიჩვენებს, როდესაც ჩავრთავთ, მენიუს ამოგვიგდებს აქ დაუშვათ, როცა შევცლით, საით დაუქროლოს, აქ აჩვენებს მერე. ანუ კარგია ესეთი როა მარტივად. ანუ ესე უნდა დაუდგე და დააწვე მაგალითად ჩაგერთოთ. მე ესე ნენელა რომ გაგეთიშოს რა, ოფისკენ რო ჩართო. ვიზუალურად გადავიდეთ, ნენელა ზევით ავიდეთ. ერთი სიგრძეში ესეთი ნაწილია. ვერცხლისფერი, რომელიც კარებზეც გრძელდება. ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ ისე რა კარბონი აჯობებდა. აი ესეთი ისინი, რომელიც ხედავთ უკვე როცა ხელი მოხვდება, როგორ იცვითება და რაღაც, აი ძალიან უკვე შელახულია ვიძზე. და ესენი არის ატრიალებელი რომ დაუბეროს თუ არა რა, ესე რომ ჩადიოდეს და ისე უშუალოდ არ იყოს მოვარდნილი. უკეთესი იქნება. მოკლედ, რო გითხრათ ტორპედოზე არ მომწონს, რაღაც არის დაბალი ხარისხის მატერიალი შეგრძნებას სტოვებს. აი, დაბალი ხარისხია, რაც არ მომწონს, რა თქმა უნდა, ანუ შეეძლოთ რომ მაღალი ხარისხი გაიგეთებია. წინ აქვს ერთი ბადე, არ ვიცი მართლა რისთვისაა. ან ვიზუალში ჯდება რა. აქ ჩოლებრივად გვაქვს ღილაკები ამოსაწევი, კარგი მეტალისაა, ხელს ვკიდებ, ხვდები რომ კარგი ხარისხისაა. გადავედით უკვე ცუდი ხარისკენ. პირველი სიდენია, ზურგი ელექტროს, ხოლო მექანიკურად გაწიო, ჩაწიონ და ხელი აქ სადღაც. იპოვონ და კიდე და მერე წახვალ წინ უკან რა. თუ შეეძლებათ რომ ელექტროზურგი გაიგეთებია, მაგრამ მამაშიც ფული არ დაეძებათ და ელექტრონულად ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. კარგი ნაწილია საჭე ამანქანისთვის. საჭე ძალიან მომწონს. ფუნქციები გვაქვს. აი აქეთან ვხრით. მართავთ აი ამ ხარეს ეკრანს. ხოლო აქეთაც ვიმართავთ დიდ ეკრანს რა. ანუ თუ გიდა რომ ხელი არ ჩამოვიტანო რაღაც, შეგიძლია აქედანაც გადახვიდე, გადმოხვიდე.
თავარი ცუდ ნაწილზე მოვედით უკვე. მაჩვენებელთა დაფა, რომელიც საერთოდ არ მომწონს. შეეძლოთ რომ ელექტრონული გააკეთებია როგორც ცოტა მაღალი ძრავებში, ამაში დაზოგეს ფული, რადგან დიზელია იმას ხო ნიშნავს რომ აი ესეთი უხარისხო მექანიკური ისები ყოფილიყო, ხო შეგეძლოთ ელექტრო გააკეთებია ჩვეულებრივად. ამაში ერთი დიდი მინუსი, იმიტომ რომ ამ ხელა თანხას რო გადაიხდი მანქანაში და ხედავ დიზელი ყავს ნაყიდი და სხვა ბენზინი და იმას ელექტრო აქვს. რა თქმა უნდა, ცუდია, იმიტომ რომ შეეძლოთ რომ ამაში ელექტრო ჩაესვათ. ამაში აქვს ერთი პატარა მონიტორი, სადაც გვიჩვენებს თითქმის ყველაფერს. დამხმარე ასისტენტები ყავს, რა თქმა უნდა, ასევე ეს პატარა წითელი მანქანის ნიშანი. გვიჩვენებს, როდის მანქანას ახლოს მიუახლოვდებით, გვანიშნებს თან მანქანა იწყებს დამუხრუჭებას, შენს დაუკითხავად, ანუ გაძე რო ქონდეს ფეხი დადგმული და მანქანას უახლოვდებოდი, მანქანა ავტომატურად დაგიტორმუზებს. იმიტომ რომ წინ სენსორები აქვს და ხდება რომ მანქანასთან ახლოს მიხვედი და ის ატორმუზებს, მე თქვა ამაზე. აქ გვიჩვენებს თითქმის მანქანის ყველაფერზე შესახებ. მანქანას AdBlue აქვს, რაც წმინდავს და გამონაბოლქვს ავცილებს. კარგია, ეს AdBlue ითვლება და კარგი გამოსაყენებელი. ასევე აქ გვიჩვენებს მანქანაში ძრავის ზეთის level-ს, ანუ რა დონეზეა. და ასისტანტ პლუსი აქვს, ანუ სადაც გვიჩვენებს როდის უნდა გავატაროთ სერვისი და ასე შემდეგ. ხო, თუ გვინდა რომ მანქანაზე გავთიშოთ ESP, შევავდივართ აქეთ. მანქანას ვირჩევთ და მეორეს ავირჩევთ და ESP-ში გავაწვევით, ხო, დაქოქილი უნდა იყოს მანქანა რო დავქოქოთ, მაგრამ აი ESP-ში შევავდივართ, off-ს ავირჩევთ. მოცულება გათიშულია, მაგრამ ამით ვერაფერს ვერ იზამ, არ მოსულდება მაინც. ან არ მოვაცურებთ მაინც ხო აქედან შეგიძლია უკვე შევცვალო მანქანას რაღაცეები. ასევე აქედან შეგიძლია დინამიური შესვლა, ანუ ინდივიდუალური კონფიგურაცია შეგიძლია დააყენო. ანუ ამ შემთხვევაში ხა დაყენებულია ჩვეულებრივზე, ინდივიდუალური არის სპორტზე. ან ასევე შეგიძლია აქ ღილაკით შეცვალო და გაგიჩვენებს აი აქ. ინდივიდუალურზე როცა დააყენებ, ხო, რა თქმა უნდა, აბაროტი იწება. ხო, მანქანას დიზელია და ხმა არ აქვს, მაგრამ არა, შევსახავ დიზელის კვალობაზე მანქანას ხმა არც უნდა მოვთხოვოთ. ასევე აქვს სპორტი, ჩვენ სპორტ პლუსი, სპორტი, რა გასხოვება ნახეთ არ ვიცი, ანუ თითქმის არაფერი. ამ მანქანაში ყოფილიყო კომფორტი, სპორტ პლუსი კარგი იქნებოდა რა, არც ეკო გინდა ამ მანქანისთვის. იმიტომ რომ თითქმის ერთადერთად წოვს რა ვიდა ის, არ აქვს დიდი სხვაობა. როგორც ყველა Mercedes-ში, იმასაც ესეთი ისავს სიჩქარის გადამთველი, რომელიც მე კომფორტულება, მაგრამ ზოგს რატო არ მოწონს, აი აქ დიდი რიჩაკის განმუგდებას. მირჩევნი აქ იყოს ლამაზადაა, კომფორტურადაა. თავისუფალ მანქანას დაჯდები, უსვეთ დააწვევი, წახვალ რა. ხო, რაც კარგია, როდესაც დაკოქავ, ხო, არ გინდა რომ რუჩნო ამოწიო შენით, ანუ როცა ჩააქრო ხელის ელექტრომუხრუჭი აქვს აი აქედან, ღილაკზე მიჭერით. ხოლო, ჩვეულებრივად, როცა დეში ჩაიდეთ, მისით გაგიუქმებს და წავა მანქანა, მე მომწონს ესეთი კარგია, იმიტომ რომ ზედმეტი ჩალიჩი აღარ გიწევს მანქანაში. ხო, საჭეზე დაუბრუნდეთ და გეტყვით, რომ აი აქ აქვს სიჩქარის გადამთველი, მანუალის, საიდანაც შეგიძლია სიჩქარის გადართვა. კარგი. მოკლედ, მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში სტუმარი გყავს. ნახოთ როგორ მოგეწონებათ. მოდი ახლა კახა ორგანიზებს თქო რომ შემოვიდეს ჩვენთან და გადაცემაში ვკითხოთ როგორ მოწონს ეს მანქანა. ანუ ჩვენი არხი როგორ მოწონს, რაღაცები ვკითხოს დავუსვამ. პირველ რიგში მოგწონს როგორ მოგწონს ჩვენი არხი, გვაქვს პოტენციალი, არ გვაქვს პოტენციალი. არხი ძალიან კარგია და ვფიქრობ რომ განვითარებადია და რა ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. მოდი ახლა ამ მანქანაზე ვკითხავ რაღაც სიტყვებს რა. როგორ შეხედე ვიზუალურად როგორ მოგეწონა? ეკლასი რო. ვიზუალურად ეკლასი ძალიან მაგარია, კარგია, მაგრამ რაღაც მინუსები აქვს, რაღაცები არ მომწონს. შეიძლება ბიჭო, დიზელი თუ გინდა 2026-იანი იყოს. ჯერ არ გამოსულა, ხო? 23-იანის რომ იყოს, მაინც თახთახებს აზრი არ აქვს და. რამე არ შვეს. ეს ნიკელები მოგწონს? ნიკელები მომწონს, მაგრამ რომ გევგე დიზელიო, სპეციალურად ახალი პოტასებით წამული დეგეგონკაოდა. მითო ვერ გავასწრე. დიზელია და რავი, დუდგები თუ გინდა. დავდგეთ, მოდი მაგის ვნახოთ რა. გაქვს პრობლემა, მაგრამ პატაფრას მოგცემ. ვიდეოში თქვი რომ ეს უკანა მაყოჩები არ მოწონს, შენც იცი რატო გრუჩიტელი საიდან გამოდის, ხო იცი, ქვევია. ეს როგორი თემაა, იცი ხა ჯენიფერი რო დაბერდა, ანუ
ბებერი ტრაკი. ჩვეულებრივად ბებერი ტრაკი. კაია, მაგრამ უკვე ბებერია რა. რავი, Mercedes-ია, კაია, მაგრამ ბებერია რა. რაღაც მინუსები აქვს. ხო. მინუსები კი აქვს. რაღაცები, დაბერდა კი მართალი ხარ. მაგრამ ამის 6-3 თუ იცი როგორია? აი 6-3 კი აუკნიან უყურებ, მაგრამ უკნდა რაღაცას როგორ სილამაზეს ხო უნდა უყურო. ხო, მთლიანი მანქანა ნიკელებს შეგაწყობი და ესეთი ნიკელებით როგორ მოსწოს მანქანა? არა, ნიკელები ზოგადად, კაი ახლა მე მგონი ლერმონტოვზე იბარებენ ნიკელებს, ამას ახლა 1-2 კილო გამოვა, FH-ა წინავს. ხო, შავი ჯობია, ხო? მე ლერმონტოვზე დავრეკავ, მე მგონი დავითა იბარებს და გეოგებ ახლა და გეტყვი ერთი მაცადეთი 10 წუთი. კი ბატონო, ნახოთ, ალბათ ჩაიბარებენ ამის ნიკელებს და დავდგეთ რა მოდი. სავარგულს ავხადეთ, რო შევხედოთ, ძალიან დიდი სივრცე აქვს, ერთი 3 ბუტუროკი დაეტევა შიგნით. და კარგია, ამახაც ვეპატრონ როგორც ძრავია სუფთა, ისეთ სუფთა აქვს სავარგულის და რაღაცები ჩაგებული აქვს, მანქანა არ გაუფუჭდეს და რაც მე კარგია და მივესალმები, მანქანა ყველას უნდა მოვუარო. ყველამ უნდა მოვუაროთ მანქანას, კარგია. მოკლედ, გადმოვინათ თუ საჭირს და გავიაროთ. ბლაინდ სპოტები აქვს სარკეზე, რაც კარგია, ანუ მანქანას რო გაასწრებ, ანუ გვერდი ამოგიდგება. აქ ყვითელი და წითელი ფენებით იწლება, რაც კარგია, დამხმარია, იმიტომ რომ სარკეში არ ჩანს ყოველთვის მანქანა. მოკლედ უკანა ხედვის კამერაზე მინდა გითხრათ. სანაირის აქვს ფუნქცია, კარგია. ყველაფერი ჩანს უკანა ხედვის კამერაში. ასევე აქეთ გვაქვს უკვე გვაჩვენებს მანქანა წინ როგორ ახლოს არის, არ არის ახლოს, დაახლოებით საით მოუხვევს. მოდი ახლა გადავიღოთ აჩქარება და ვნახოთ. ორ აჩქარებას გადავიღებ, ეხლა არის ინდივიდუალურში. და მოდი დავიწყოთ, ხო ეს ღვედის გამო ხმა აქვს და არ შემიძლია დავიწყოთ ეხლა აჩქარება. იმის გამო რომ დიზელია, ხო, მიგვაგროს გამზე ნიუტონების ხარჯზე. სიჩქარებს კარგად თავს, რაც მე ძალიან მომწონს. ხო. მოდი ეხლა გადმოვიდოთ ისე კომფორტში და ნახოთ კომფორტი როგორ აჩქარდება. ტორმოზები რა თქმა უნდა კარგი აქვს. ესე იგი ჩავაგდეთ კომფორტში. და მოდი ახლა ჩავაჭერთ, ხო, ძრავის მომის დაბლადგას რა, დავიწყოთ. აი, შევარდე რო გითხრათ, გასხოვება საერთოდ ვერ მივხვდი. აი, ორივეზე ერთად აჩქარდა, თითქმის ისეთი არაფერი, უბრალოდ ინდივიდუალში, ამ სპორტში რო ქონდა ჩაგდებული. ცოტა უფრო ძრავის მომის, მაგლა იჭერდა რომ მარტივად გადაერთო, შემდეგ მაგას იჩქარე, შენ დაუჩიფთი გაიგეთებია. მოკლედ. ეხლა რომ ვატარებ რა. ხვაფენელზეც გავიარეთ, ხან თითქოს გავიარეთ. ხო, მანქანა ძალიან კომფორტულია, რბილია, ხმის იზოლაციაც ძალიან კარგი აქვს. ხმა ძალიან არ შემოდის, ანუ კითხვა რეჯობასავით ახტახებსო გარედან, მაგრამ სალონში მინდა გითხრათ, დიზელსგან ძალიან ნაკლებად შემოდის. ერთი იმით მივხვდები დიზელია, რომ 6000 ბუნი აქვს მხოლოდ მოტორს. აი აჩქარებსა, სწორედ დანარჩენი ისეთი ხმა არ შემოდის საერთოდ. მანქანა კომფორტულია, მომწონს, მანევრირებადია. თან კომფორტი ეთყობა, ანუ ხარისხის მატერიალები, რასაც ხელს ყოველდღიურად ვეხებით, ხო? ძალიან კარგი ხარისხითაა გაკეთებული ეს ყველაფერი თითქმის. თურმე და აბგონზეს ანუ არ შეგეშინება რა, აბგონზე გახვალ გააცებ ჩვეულებრივად. ამას თითქმის ყველაფერზე გითხარით, უკვე მომწონს. აი ესეთი გრილები სადაც აქვს ჩვეულებრივად კარგია, სამოძელებს გათხოვებით გაგრილები, მაგრამ დაზოგეს და ხელით უნდა გაწიო წინ უკან. ეს კარგია, კარგი არ არის ელექტრო ხელი ზურგი გაგვიგეთეს და ხელი მექანიკურად წინ უკან გასაწევი რა. აქ დაგვიზოგეს ბევრი ფული. ჭერი თეთრი აქვს, შავი ჭერი რო ქონდეს, თან ვიზუალურადაც მოუხდებოდა. ეს მინდა აღვნიშნო, რომ კარგი ვიზუალურია, აი რო შეხედო ძალიან ლამაზია, აი შუქს ავანთებ. ძალიან ლამაზია, მომწონს.
განათება საკმაოდ კარგი აქვს. ლუკი არ აქვს ამანქანაზე არც პანორამა, ჩვეულებრივი ჭერია, რო კონდეს უკეთესი იქნება, მაგრამ ანუ Mercedes-მა გვიხსნა ნაკლები გადაიხადეო და ნაკლები კომფორტით გვექნებათო. მაგრამ არც არის სიმართლე გითხრა საჭირო, ლუკი ძალიან თითქმის არაფერი შენ გამოიყენება. მოკლედ, აუდიო სისტემაზე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი აუდიო სისტემა აქვს. ანუ კაი ხმა აქვს მანქანას. ჰარმაკარდონი არ არის ეხლა, მაგრამ ძალიან კარგი ხმა აქვს, აი მერწმუნეთ. აი ამ რადიოს ჩავრთავთ ეხლა და გაჩვენეთ, აი როგორი ხმა იქნება მანქანას. გასწორებული. კარგი მუსიკა დაგვეთქვია ძალიან. არც ხშიალებს, ანუ არც უნდა იშხიალოს ეხლა ისეთი წვოვანებისა რა. კარგი ხმა აქვს, რა თქმა უნდა, მომწონს. ამაზე მინდა გითხრათ, აი შეხედეთ როგორია ეს ღიავ ტაქსის აქ დაარტყა, აი ხო მოგწყდა ხელი ჩათვალე პირდაპირ აქ გიტყავს ამის სახელი დაგვიწყდა აქ გიტყავს პირდაპირ აი ეს ამოშვერილი აი ხო შეეგეძოთ აი Ford Fusion-ში ბოლო აი ნატურას ანტებს ჩაგედილი ხო არა ესე რომ გაეკეთებიათ რა ის რომ მექანიკური არ ყოფილიყო არ მოწონს Mercedes-ში ესეთი რაღაცები აი რო შევხედოთ რა თლიანი დიდი პლანშეტი დევს სალონში კარგი ობლოთა გაყოფილია თლიანი ელექტრო ყოფილიყო აქ წინა თლიანი პლანშეტი იქნებოდა და უფრო ლამაზი იქნება იმიტომ მომწონს ამაზე მინდა გითხრათ რომ ძალიან ლამაზი თან არის რაღაც მხოლოდ ორი ფერი აქვს ლურჯი და შავი ისეთი შეხედულებას ტოვებს ეს მაგნიტოფონი თავარი მონიტორი აი დაახლოებით ეგეთია დანარჩენი ამ ხალის ყოფილი ვარ იმიტომ რომ ნორმალურად დადიხარ კარგია მომწონს მოკლედ მივიდეთ ჩავაჯამოთ უკვე ვიდეო დასასრულს მეუახლოვდა ხო მოკლედ აი ეს მანქანა თუ იყიდეთ ან დიზელი ხო რეჯებასავით თახთახებს გარედან მართალია ხო თუ იყიდეთ დიზელი ეკონომიურია გამძლეა მანქანა კომფორტულია ანუ თუ ხარ ისეთი აი გინდა არ გინდა პრიუსი ანუ გაქვს შესაძლებლობა იყიდი მაშინ კარგია ვიზუალურად ძალიან ლამაზია თან ახალი მანქანაა წვოვანების და გამომდინარე 2018 წლიანი უკვე თითქმის 5 წლის მანქანაა კარგად შენახული მანქანაა ხო ამის გარბენი თითქმის 200,000 აქვს უკვე დიზელია მაგ არც იტყობს მანქანა ამის შესახებ აი ესე სენსორები აქვს ანუ პარკი საცობის დროს კარგია წეღა მისით აგვიტორმოს და მანქანა როცა ცოტა ახლოს მივედით თითქმის ყველანაირი ფუნქცია აქვს მანქანაში ჩადებული მე მომწონს მოკლედ დაგემშვიდობებით გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს ხო M3 თუ გინდათ რომ გადავიღოთ დაწერეთ კომენტარებში და მალე შევთავაზებთ ნამდვილ M3-ს რომელიც ძალიან მომწონს რა აი ყველა ვიცით საიდან მოდის ეგ მანქანა აბა ჰე მომდენო შეხვედრამდე